country. The oil producing and gas producing countries from this area. That's why I call Georgia a pawn. And there I come, of course, with some... Well, the book is about... წიგნი არის საქართველოს თანამედროვე პოლიტიკაზე ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, საქართველოს სწორ პოლიტიკას წარმართავს, როცა მიისწრაფის ევროკავშირისაკენ. მაგრამ არ უნდა დაკარგოს თანამშრომლობის უნარი თავის დიდ ძმასთან, რუსეთთან. გარდა ამისა, ის არ უნდა იყოს ნატოს წევრი, როგორც ჩემი ქვეყანა შვედეთია. ბატონი პერი იყო ევროპარლამენტის წარმომადგენელი, საქართველოს საკითხებზე მუშაობდა თითქმის 10 წლის განმავლობაში და ამიტომ ძალიან ხშირად უწევდა აქ ჩამოსვლა, ძალიან კარგად იცნობდა აქაურ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს, მეგობრობდა პოლიტიკოსებთან. ამიტომ ძალიან ზუსტად აღწერს ბოლო ამ 20 წელს, რომელიც საქართველოში მართლა ძალიან აქტიური პოლიტიკური პროცესით ხასიათდებოდა. განსაკუთრებით მინდა მადლობა უთხრა მას იმის გამო, რომ ზურას როლი დაუშვათ ამ პროცესებში, მას განსაკუთრებით კარგად აქვს ხაზგასმული და ამიტომაც წიგნიც ჩემ შვილებს მიუძღვნა იმისთვის, რომ მათ შეაფასონ და კარგად დაინახონ ის თუ რას აკეთებდა მათი მამა. ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, იმიტომ რომ მასში აღწერილია საქართველოს უახლოესი ისტორიის გადამწყვეტი მომენტები და ობიექტურად არის შეფასებული პროცესები ვარდების რევოლუციის ჩათვლით. იგი ჟვანიას მეგობარიც იყო ამ რუსთავის დროზე და ბუნებრივია, რომ ის კატეგორიულად ითხოვს ამ საკითხის ბოლომდე გამოძიების მიყვანას.